მადლობა პირველ რიგში მობრძანებისათვის. მინდა საზოგადოებას თქვენი საშუალებით მოვახსენო უცნაური სამართლებრივი სასამართლოს შესახებ, რომელიც დაიწყო 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე და აქციის ორგანიზატორებზე იყენებდა ძალისმიერ მეთოდებს, იჭერდა აპატიმრებდა მათ. არჩილ ბენიძეც, ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც იყო წარმოდგენილი ერთ-ერთი პარტიიდან, მასზე განხორციელდა სამართლებრივი დევნა, ის დაპატიმრებული იქნა და შემდეგ გირაოთი იქნა გამოშვებული და დღესაც ის იტალიის სახელმწიფოს მიერ ითვლება პოლიტიკურ დევნილად. სამწუხაროდ, მას მერე, რაც შეიცვალა ხელისუფლება და უმრავლესობაში მოვიდა ქართული ოცნება, გაგვიჩნდა დიდი იმედი, რომ არჩილ ბენიძეზე მოიხსნებოდა პოლიტიკური დევნა და ეს ადამიანი ჩამოვიდოდა საქართველოში. სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება ამ ხელისუფლების მთავრობის, პროკურატურის, სასამართლოს მიერ არჩილ ბენიძეზე ზეწოლა, პოლიტიკური ზეწოლა, ხვალ არის მისი სასამართლო და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს, რომელი ვერდიქტიც დაიწყო 2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და საბრალდებო დასკვნა, რომელიც შეიქმნა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ჩათვალეთ, რომ ამ ხელისუფლებას ეყოლება პირველი პოლიტიკური დევნილი. ამას ვაცხადებ ოფიციალურად, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს არიან პარლამენტში, რომლებიც დაკავებულები იყვნენ უფლებადაცვითი სამუშაოებით, მათი დასკვნის საფუძველზე, აი მე მინდა წარმოგიდგინოთ ეს დასკვნები, მათი დასკვნის საფუძველზე იტალიის სახელმწიფომ აღიარა არჩილ ბენიძე როგორც პოლიტიკური დევნილი. სამწუხაროდ, ეს პირობები არის შეცვლილი და არჩილ ბენიძეს იგივე პროკურატურა, იგივე სასამართლო ზდევნის იგივე მეთოდებით. სამწუხაროდ პირველ სიაში ვერ მოხდა, რომელიც უკვე მიიღეს და რომელიც არის დამტკიცებული და რომლის საფუძველზეც პოლიტიკური დევნილები ჩამოვიდნენ საქართველოში, სამწუხაროდ და საეჭვოდ ვერ მოხდა ამ სიაში, მაგრამ მეორე სიაში არის, რომელიც არ არის ჯერ კიდე განხილული. სხვათა შორის, ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი უფლებათა დამცველი, რომელმაც ყველაზე მეტად გულთან ახლოს მიიტანა დღევანდელ პირობებში, ეს არჩილ ბენიძის საკითხი, ეს არის ქალბატონი ნანა კაკაბაძე, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ნანა კაკაბაძემ დღესაც, როგორც იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი ზდევნიდა ხალხს და პოლიტიკური ნიშნით და ნანა კაკაბაძე დაკავებული იყო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაცვისკენ მიმართული ქონდა თავის საქმიანობა, დღესაც საბედნიეროდ იგივეს ავრცელებს. რასაც ვერ ვიტყვი სხვა დეპუტატებზე, რომლებიც ეხლა არიან პარლამენტში, რომლებსაც მაპატიეთ ჟარგონისთვის და გაინაღდეს პარლამენტის საკმაოდ თბილი სკამები და სულ დაავიწყდათ ის, რომ არჩილ ბენიძე მათი თანამებრძოლი იყო. და არჩილ ბენიძე იბრძოდა იმისათვის, რომ თუნდაც მომხდარიყო 2012 წლის არჩევნები და შედეგი დამდგარიყო ისეთი, როგორიც დადგა. რომ შეცვლილიყო სააკაშვილის რეჟიმი. აბსოლუტურად დავიწყებული აქვთ ის, რომ მათი ოჯახის წევრების გვერდით იდგა არჩილ ბენიძე, როცა საჭიროებდნენ მათი ოჯახის წევრები ჩვენგან და არჩილ ბენიძისგან ფიზიკურ დახმარებასაც კი. და ეს არ არის რაღაც მოგონილი ფრაზები, მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი უმრავლესობის დეპუტატების, წევრების, ბევრი ოჯახის წევრი იყო დევნილი. იყო დაპატიმრებული და ერთმანეთს ვეხმარებოდით. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები რეჟიმის პერიოდში ერთმანეთს ეხმარებიან ხოლმე და ერთმანეთს ვეხმარებოდით ესე. სამწუხაროდ ეხლა აი ეს არის სახალხო დამცველი სოზარ სუფარის, მე ამას გადმოგცემ სოზარ სუბარის როგორც სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც იგი პირდაპირ აღიარებს არჩილ ბენიძეს როგორც პოლიტ დევნილს. და ზუსტად ამ დასკვნების საფუძველზე იტალიის მთავრობამ მიიღო არჩილ ბენიძე როგორც პოლიტიკური დევნილი თავის სახელმწიფოში და დღემდე ინახავს მას, გავიდა 6 წელი. გახარებული იყო ადამიანურად, მართლა ეხა თავიდან ვაპირებდი თითქოს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, მაგრამ იმდენად ადამიანური მომენტია ეს არჩილ ბენიძის საქმე, რომ სცილდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოებს.
ერთი კვირის შვილი დატოვა 2007 წელს მან არჩილ ბენიძემ და ისე გაიქცა საქართველოდან. იმისათვის რომ არ მიესაჯათ რაღაც აბსურდული დასკვნის გამო თითქოს არჩილ ბენიძე ბადრი პატარკაციშვილს უთეთრებდა $15,000 და წარმოიდგინოთ რომ ხვალ იმართება სასამართლო სადაც პროკურორი ისევ ამტკიცებს საბრალდებო დასკვნით რომ არჩილ ბენიძეს გათეთრებული აქვს ბადრი პატარკაციშვილის ფული $15,000 იქ საუბარი იყო რამდენად მახსოვს თავის დროზე თითქოს ლეიბორისტული ეს პიროვნები ლეიბორისტული პარტიის ეს ხო არჩილ ბენიძე იყო ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის უცხავდნენ რაღაც 100,000 იყო თუ არცები ისრაელიდან ანატოლი მოტკინი ვინმე კი ბატონო მასეთი მოტივით იყო თითქოს გადანაწილდა ეს თანხები ხო შეიქმნა ესე იგი დანაშაულებრივი ჯგუფი ნათელაშვილის მიერ რომელიც წევრიც იყო არჩილ ბენიძე და არჩილ ბენიძე ათეთრებდა ერთ-ერთი მონაწილე იყო ამ ფულის გათეთრების მაგრამ არც ნათელაშვილი არ არის არც დაკითხული არც დაპატიმრებული არც სხვა რომელიმე წევრი არ არის ამორჩეულია მარტო არჩილ ბენიძე როგორც გნებავთ რა ვთქვა ფაქტი ეგ არის რომ იყო მაშინ ერთ-ერთი ეხა მე არ მინდა რომ იცით ჩემი ამ საჯარო განცხადებით რამე ზიანი მიადგეს თქვათ რომელიმე პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს და არ ჩაითვალოს რომ რაღაც იმის გამო რომ ჩვენ რაღაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს და განსხვავებული რაღაც შეხედულებები გვაქვს და ცოტა ხნის წინ რაღაც პრობლემები ქონდა ერთმანეთთან ამის გამო რაღაც შურისძიების რაღაცა იყო ამიტომ შეგნებულად არ ვამბობდი მაგრამ აი ჟურნალისტებს ახსოვთ მართლა რა ხდებოდა მაშინ და ამიტომ რახან თქვენ თვითონ ისაკენით თქვენ თვითონ მკითხეთ ამიტომ დავადასტურე რომ მართლაც მასე იყო მართლაც ეს იყო ესეთი ბრალდება იყო ის რა ქვია რომ თითქოს იქმნებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი რომლის ერთ-ერთი წევრი იყო არჩილ ბენიძე მაგრამ ამ ჯგუფის არც ერთი წევრი და არც დაპატიმრებული და არც დაკითხული არ არის მადლობთ